არა, ზოგადად საინტერესო არჩევნები იყო, მე მგონი პირდაპირ გადმოტანა უნგრეთის გარემოების ჩვენზე არ შეიძლება, მაგრამ აი წარმოვიდგინეთ, რომ რუსეთი ხო ეხმარებოდა და ეხმარებოდა ორბანს, მაგრამ ტრამპა ფულიც კი დაპირდა ბოლო დღეს, რომ აი თუ ორბანი მოიგებსო, დიდ ინვესტიციებს გავაკეთებ და გავამდიდრეთ უნგრელებს. ანუ ასეთი ჩართულობა რთულად წარმოსადგენიც არის და ამერიკა და რუსეთი რო გიჭერს ხარს და ვიცი, მთელი ადმინისტრაციული რესურსი და საარჩევნო კოდექსი შენ პარტიაზეა მორგებული და მაინც აგებ არჩევნებს, უბრალოდ კარგი მაგალითია იმის, რომ შენ თუ ადეკვატურად იქცევი, ანუ შენ მოსახლეობის სურვილების და წუხლების ადეკვატური ხარ, მაშინ შეიძლება მოიგო. ეხლა უნგრეთს შეიძლება ერთი პრობლემებია, ეხლა ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა, ჩვენზე ბირად უფრო მდიდარი და ზოგადად სხვა ისტორიის და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპის დონეზე რომ შენ თუ ადეკვატურად იქცევი, მიზანმიმართულად, რაღაც შეცდომებს არ უშვებ, ვიღაც უცნაურ ხალხთან, რომელსაც დისკრედიტირებულია და რაღაც რეიტინგი არ აქვს და ხარაჭერა საზოგადოებაში ფიქტურ რაღაც გაერთიანებებს არ აკეთებ, ხო, შეიძლება მოიგო. და ნუ ეს ისეა ანბანური ჭეშმარიტება რომ დაფიქრდეთ. ანბანური ჭეშმარიტება რომ უმრავლესობაში თუ არის რომელიღაც ზალა, თუ გინდა რომ დაამარცხონ და წაართვა ხმები. ამაზე ეს არითმეტიკური რაღაც არის. მაგრამ ეს ხალხის ტალღა, ხალხის ცუნამი ყველანაირ ავტოკრატს ამარცხებს. ეს თავარი დასკვნა, რომელიც გამოვიტანეთ. მეორე, როცა უმრავლესობაში არის კონკრეტული პარტია და შენ გინდა მისი დამარცხება, მათ შორის მის ამომრჩეველზე ნადირობა, ეს არის სწორი პოლიტიკური სტრატეგია. და აუცილებელი. აუცილებელი, კი ბატონო. რატომ რითი შეძლო ეს უნგრეთში ოპოზიციურმა კანდიდატმა უკვე გამარჯვებულმა და რატომ არის ეს პრობლემა ქვეყნის შიგნით? ნუ რაღაც შედარებითი დახასიათება. მაგალითისთვის ავიღოთ, ხო? ეხლა ორბანი ცნობილი იყო, რომ რაღაცა სტუდენტობის პოლიტიკის ნაწილი რო LGBT უფლებები რაღაცა ეწინააღმდეგებოდა. აი ჩვენთანაც ხო არის ხალხი, ვინც ნუ ქართული ოცნება ამას ბუნებრივად აკეთებს, მაგრამ შენ ხო გვესმის, რომ ჩვენი ამორჩევლის ძალიან დიდ ნაწილს ქვეყანაში არ მოსწონს ეს რაღაც ერთსქესიანთა ქორწინება და ასე შემდეგ. ოცნებას არაბუნებრივად აკეთებს, უბრალოდ რაღაც ტალღა. ხო, მაგრამ ნუ არ მოსწონს ხალხს, ხო ფაქტია, დარწმუნებული რომ ნაცნობრაობის ამორჩეველსაც ბევრს არ მოსწონს. მაგრამ ამ თემაზე ხო ხალხს ეშინია საერთოდ ლაპარაკი. აი აქ რომ დავსწრეთ მაგალითად სტუდიაში ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი იყოს დისკუსიის თემა. მე დარწმუნებული არავინ არ მოვა. ან რაღაც უმრავლესობა არ მოვა, იმიტომ რომ ისეთი თემაა, რომ აი როგორ თქვა, ამორჩეველი არ გინდა აწყენინო, იმიტომ რომ მაგას არ უნდა. გინდა თქვა, რომ ეს არ შეიძლება უნდა აგზალო, რა ვიცი, ქრისტიანული ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს, ხო? და გასაგებია, რომ რაღაც ეკლესიის პოზიციას წინააღმდეგ წასვლა რთულია. მაგრამ მეორე მხრივ რაღაც NGO-ები, პროგრესული პროდასალური ცხოვრების უფლებას არ ვიცი არა ერთია თანაცხოვრება მეორე კანონში რაც ჩაწერა ანუ სხვა რაღაც არის სიამდვილეში მაგრამ სამართლებრივი ნაწილი ერთია ანუ სხვა მოწესრიგებაა ხო და ანუ გამოდის რომ ნაცნობრაობის ამორჩეველიც კი რაღაც აზრზეა პირობითად რომელიც მის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და გამოდის რომ ამას ქოცები აღღერებენ დებით იმის ნაცვლად რომ ნაცნობრაობამ რაღაცნაირად ამ პრობლემას რაღაც მოაგვაროს და ამ მადიარის შემთხვევა რო აიღოთ ის ხო იგივე მესეჯ ბოქსზე დაждდა იგივე დღის წესრიგში რაც ორბანი იყო უბრალოდ თქვა რომ მე ორბანის ნაწილი იყო მისი პარტიის და ხელისუფლების ნაწილი კორუფცია არ მომწონს რომ ჯანდაცვის რეფორმაო ესაო აგერ ევროპიდან ფულს წამოვიღებო იმიტომ რომ ეს რაღაც ანუ სიამდვილეში უბრალოდ ის დაამატა რაც მართლა მტკივნეული იყო ხალხისთვის ოცნებისგან გამოსულმა კაცმა შეიძლება მხოლოდ დაამარცხოს? არა, აქ შემთხვევაში არის ის რომ არა, თავარია რომ ამ შემთხვევაში ორბანმა ვერ შეძლო ამ ადამიანის დისკრედიტაცია. ხო, ანუ მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ვერ რომ მიაწვდოს დაცობა, ან რაღაც ისეთი წარსული ქონდეს, რომელიც ბუნებრივად დაუხურავს რაღაც ელექტორატად ცდომა, ქართული ოცნების ელექტორატად. ხო, ეს არის თავარი ხა, საიდან წამოვა და არ წამოვა ამას როგორ გადაწყო. შეიძლება ქუჩიდან შემოვიდნენ, გარე ადამიანი იყოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ ამასაც მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც ეხლა უნგრეთში მიდიოდა, ეს ხო ჩვეულებრივ მაინც დემოკრატიული ქვეყანაა ჩვენთან შედარებით, რაც არ უნდა იყოს, ხო? ეხლა როგორც ორბანმა 16 წელი ხელისუფლებაში ხო დაათმო ხელისუფლება, 7 წნარად. მაინც ეხლა რაღაც განსხვავებები არის ჩვენ შორის, მაგრამ ჩვენ დისკუსია, დებატები, ამორჩეველს რო არჩევანი ქონდა, სხვა პარტიები რო ადეკვატურად იქცეოდნენ ანუ ეს რაღაც ელემენტარული პოლიტიკური კულტურის ნაწილიც არის და ჩვენ შემთხვევაში ეს პრობლემაა, იმიტომ რომ ოპოზიციაში დისკუსია თუ არ დაიწყო, დებატები თუ არ დაიწყო, როგორ გავარჩიოთ, აი ვინ არის ცუდი კანდიდატი? ხომ მონაწილეობთ დებატებში? ჩვენ რა იქ დანარჩენი ოპოზიცია არ მონაწილეობს. ჩვენ ოპოზიციას არ იწვევენ ალბათ იმ დებატებში. არა, როგორ ზახშია, როცა იწვევდნენ, უარს ამბობდნენ. ძალიან ბევრი, მათ შორის ნაცნობრაობას იწვევდნენ, როგორც ვიცი, ერთ-ერთ დებატებზე, როგორც მინიმუმ, ნათქვამი აქვს ყოველ შემთხვევაში საჯაროდეს. ხო და ამიტომ არ ვიცი როგორ შეიძლება ასეთი ანუ
ვერ ვიპოვეთ, ხვდებით გამოსავალს, ანუ ოპოზიციაში არის 20 პოლიტიკოსი, რომელია საუკეთესო? ნუ თქვენ დებატებში ხომ უნდა გამოჩნდეს თქვა თქვენი უპირატესობა სხვებზე? სხვა საშუალებებით არ გაქვთ ამის გამოსაჩენად. საერთოდ უნგრეთში მედია იყო ისეთი ეს თქვა დაქვემდებარებული, რომ იქ მხოლოდ Facebook-ით და TikTok-ით და სხვადასხვა სოციალური პლატფორმებით ახერხებდა ეს ნუ თლად ასეც არის ახლა მადიარი ადამიანი თავისი ხმის მიწვდენას და დადიოდა პირველ რიგში. ნუ თლად ასე იმიტომ რომ მადიარს საკმაოდ რესურსის ჰქონდა და ყველა ვარიანტში და ევროკავშირი უჭერდა ამ შემთხვევაში ხარს და ანუ ასე არ იყო რომ მარტო იყო მიტოვებული და აქეთ ამერიკა, რუსეთი და ორბანი და ის მარტო, მაგრამ რესურსი ჭირდება. მეორე ხალხის სიარული, აი როგორ გითხრათ, ჯერ აი ასეც ვაკვირდები ახლა რომ ხალხში უნდა ვიაროთ რეგიონებშიო და ხო, თავარი დასკვნა ისაა. გააჩნია ვინ ჩავა კაცო იმ რეგიონში, შეიძლება ისეთი ანტიპატიური ტიპაჟი ჩავიდეს, რომ საერთოდ არ მოგინდეს მასთან კომუნიკაცია. სათქმელი არ გასვლის უნარიც უნდა. აი უბრალოდ წამოგიგეთ, აი აქ თქვენ ტელევიზია ახლა საუბრობდით ეთერამდე, რომ აი თქვენ ტელევიზია წელიწადში მილიონობით ლარს ხარჯავს, ხო, რომ შეინახო ამ ინფრასტრუქტურა რამდენი ადამიანი და წამოგიგეთ, რომ რამდენი პოლიტიკოსი გამოდის და არაფერი არ აქვს სათქმელი. აი რა უნდა, აი რისთვის მოდის, კაი, ბიზნესს არ უყვარს, გავიგებ, აი რისთვის მოდის, საბოლოო რა უნდა შეცვალოს. აი რო ჩავა სოფელში რო ეტყვის, აი რას გთავაზობო. რა ვიცი, ტყე რომელსაც ხედავ გავაქციო ხელისუფლებიდან და ევროპასთან. ხო, რას ნიშნავს ანუ მე რასაც ამბობენ ამ კონკრეტული ადამიანისთვის, ამ კონკრეტულ ადამიანს როგორ გაუმჯობესდება ცხოვრება. რა ვიცი, იქ სოფელში რომ პენსიას მოგიმატებთ თუ ეგერ სხვა ამბობენ. თუნდაც აი ლელოს 1000 ლარიანი პენსიას უკეთესია ვიდრე ის რაც ეხა ხდება რომ რუსებიო, გაიგეთ? ანუ აი მთელი ამბავი არის რომ შეიძლება და არ იყოს დამაჯერებელი, რასაც დაპირდები, მაგრამ მინიმუმ ხომ უნდა გქონდეს სათქმელი. და წამოიგინეთ რომ მთელი ეს რესურსი იხარჯება იმისთვის რომ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ და სათქმელი არ აქვს და თუ ტელევიზორში არ გაქვს სათქმელი, რაც ბევრად უფრო ეფექტი არის, იმიტომ რომ თელ ქვეყანას გააგებინებ ერთ ფაშად. ხო, იქ ერთი მისვლა ერთ კონკრეტულ ადამიანს ელაპარაკები და ეთერიდან შეიძლება მინიმუმ ჯერ ტელევიზორში გააგებინე და მე როცა ტელევიზორში იყო გააგებინე და დაგჭირდა ინდივიდუალური კომუნიკაცია სოფელში და ამის რესურსი და ფული გაქვს, რა თქმა უნდა, ესეც კარგია. მაგრამ ეს არის ბოლო ეტაპი, ყველაზე ძვირიანი. ჩვენ ზოგადად ერთ-ერთი პარტია ვართ, რომელიც ადამიანს ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას ვთავაზობთ. გამდიდრებას ვთავაზობთ, რომ რა ვიცი, ეს ქვეყანა რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მათი საკუთრება იყოს. და რა ვიცი, ელემენტები სასამართლო წესიერი იყოს. ზოგადად ამას იმდენი გვაქვს სათქმელი პრობლემა, იცით რა შემდგომარეობს, რომ ასეთ თემებზე როგორც კი ახლა როგორც აი ხორთულია გადავერთო უცბა და დაუწყო ხალხს თქვენთან ერთად პრივატიზაციაზე ლაპარაკი, რომ ტყე რომელსაც ჩვენ ხედავთ, უნდა იყოს ადამიანების საკუთრებაში. იმიტომ რთულია რომ დღის წესრიგი არის აი ისტერიული დღის წესრიგია, რაღაც ყოველ აი ერთი კვირას ბოლო გაუძლოთ ბრძოლა მიდის, გადამწყვეტის შეჯახება, რაღაცა და ამ შემთხვევაში ეს ნორმალური დისკუსია ჯანდაცვაზე, განათლებაზე, უბრალოდ შეუძლებელი ხდება. ამიტომ ის კი არა რომ შესათავაზებელი არაფერი არის. გარემო უნდა იყოს ისეთი, სადაც ამორჩეველი დამშვიდდება, დაფიქრდება და მოусმენს. მაგრამ შეთო აჯანჯღარებ ამორჩეველს, დეუბნები, აი გადავწყვეტე ბრძოლა 500 და 500 დღე ვიბრძოლით და კიდე 10 დღეც და 100 დღეც და მოვიგებ და აი რაღაც აი ასეთი ისტერია რო არის აწყობილი იქ, ამორჩეველი ბუნებრივად ვერ გადართავს ტვინს რა და ამიტომ პირველ რიგში გავაკეთებ დამშვიდე სიტუაცია, პოლიტიკოსები შეიკრიბნონ, დაიწყოს საუბარი, მე თქვათ, მე თუ თავაზობ პრივატიზაციას და სასამართლოს, შეიძლება ვიღაცას ისეთი უნიკალური დაპირება აქვს ჯანდაცვაში მირობი და მაგრამ ეხლა ისინი ამბობენ რომ ეხლა ამაზე მშვიდად საუბრის დრო არ არის რაღაც. ხო და სულ არასდროს არ იყო. აი რაც მე პოლიტიკაში ვარ 20-20 არჩევნების წინ მოვედი და იმის შემდეგ არ იყო ამის დრო. მე არ მახსენდებოდ რომ როცა აი ერთი პატარა პერიოდები იყო გავწყინება რომ ქონდა ხოლმე ჩვენ ძირფას კოლეგებს ოპოზიციიდან რომ რაღაცაზე უნდა ვილაპარაკო, ხან მიგრაციაზე ვილაპარაკებდნენ, ხან ხელფასზე და დავიწყდებოდათ. იმიტომ რომ აი ისევ რაღაც თემა წამოვიდოთ აგენტების კავშირი. ოცნება არ ღვევდა ამ თემებს. მახსოვს, როდესაც ოპოზიციურმა ჯგუფებმა, სხვათა შორის ნაციონალურ მოძრაობა აქტიურად საუბრობდა რაღაც სახალხო თემებზე და პრობლემებზე, შემოვიდა რუსული კანონი და რომელმაც საერთოდ ხის წესრიგი მოასუფთავა მხოლოდ გადარჩენა. და სულ დეზორგანიზებული იყო ოცნება იმაში პარლამენტში. არ იცოდნენ რა ეპასუხათ, იმიტომ რომ ისინი ლანძღავდნენ ნაცები არ ირჩენდნენ, ამბობდნენ ლაპარაკობდნენ ხელფასებზე, მიგრაციაზე და მახსოვს ეს ძალიან სწორი კამპანია. დაიყურეთ აი ესეთი სწორი მაგალითები ბევრი გვაქვს. არ არის საჭირო მადიარს და უნგრეთს უყურო, ხო? უბრალოდ ბანალური ადამიანი სოფელში ცხოვრობს და რა ვიცი, სულად არ აღელოს რუსული რეჟიმი დაარქვეშა თუ პორტუგალიური, რა ვიცი, ხელფასი ჭირდება, რაღაც პრობლემა აქვს, კონფლიქტი აქვს, რა ვიცი, გამგებელთან რაღაცას. ანუ ელემენტარული რაღაც არის და ამიტომ რაც არ უნდა დაპირდეს, შენ ადამიანებს გასაგებად უნდა აუხსნა, რომ მათი ცხოვრება შენ ხელისუფლებაში მოხვალ, გაუმჯობესდება. ხო და თუ არ აუხსნი, ვერ მოხვალ ხელისუფლებაში. და ერთ-ერთი რაც ჩვენ გვჭირდება, აი ბევრ პოლიტიკოსო განსხვავებული დაპირება იქნება, შევარჩიოთ რომელი იქნება უკეთესი.
ამის უნდა მოაწყო დებატები და მე რომ დავყიდები პრივატიზაციას და თქვენ პირობითად დავმოყოთ ვიღაც სხვა ადამიანი განათლების რეფორმას და შემდეგ რომელიც უფრო პოპულარული გახდება მე ამით წახვალ რეგიონშიც ამით აქტიურ სოციალურ აი უნგრეთის მაგალითზე ლაპარაკი და ამ ხრივ რაღაც პარალელების გავლება ბოიკოტში ყოფი ან ბოიკოტისკენ მიდრეკილი პოლიტიკური დნმ-ის მქონე პარტიებისგან რამდენად ლოგიკური გეჩვენებათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს აი ბოიკოტი გახდა პოლიტიკის თანდევი, ხელისუფლებას თავისი დიდი წილი აქვს ამაში, რა თქმა უნდა და გარემოს, მაგრამ ამ პარტიებსაც. აი ბოიკოტი არ შეიძლება პოლიტიკის ნაწილი იყოს, ეს ხო არის რაღაც აი შეიძლება რაღაც ერთი პოლიტიკის კვლელობის ნაწილია, ხო, პოლიტიკის კვლელობა, ხო, პოლიტიკა არის საუბარი, ოპონენტთან დისკუსია, დებატები რაღაც. ბოიკოტი ტრიბუნების გამოყენება. კი ბატონო, გავიქეცი დავიმალე, ხო არ შეიძლება პოლიტიკა იყოს. შეიძლება ერთჯერადად რაღაც პროტესტის ნიშნად თქვა დარბაზი დატოვა მაგალითად. რაღაც ასეთი გააკეთეს. ის როგორც წესი ის შეცდომა ხომ ყოველთვის, მაგრამ აი ეს წარმომიდგენია, მაგრამ აი მუდმივ ბოიკოტში იყო. 16 წელს ხო ეს ბოიკოტის იდეა ცოცხალე. 16 წელს ხო ბოიკოტი უნდა და იმისა ბოიკოტი, 20-ში ბოიკოტი, 24-ში ბოიკოტი, 25-ში ბოიკოტი, სულ ბოიკოტია. და აი ხო უნდა ისწავლოს, და კაი, სხვის შეცდომებზე არ სწავლო, შენ შეცდომებზე ხო უნდა ისწავლო, მაგრამ აი იცი სოციალისტებს ჭირთხოვენ მე როცა ეუბნები რომ აი რუსეთში არ იმუშავა, ჩინეთში არ იმუშავა, ეს არ იყო ნამდვილი სოციალიზმიო და უკვე მე-20-ჯერ რომ არ იმუშავა და ტირანია ააწყვეს სოციალისტებმა, მაინც არ იყო ეს იგივე აქ ჭირს, ეს არ იყო ნამდვილი ბოიკოტი. აი მაშინ ნაღდი ბოიკოტი რო ყოფილიყო, გვეშორლებოდაო და ტყუილია ეს, როგორ ვერ მიხვდა ეს ხალხი, მაგრამ აი რა გითხრათ, როცა ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, მაშინ ქართული ოცნების, რომ ხალხს ტვინი გამოურიცხონ, რომ ბოიკოტი კარგია, რომ ეს რაღაც ბრძოლის რაღაც მეთოდია და შემდეგ ხალხს ჯერ ამის ახლა ბოლოს და ბოლოს ალტერნატივას თუ ვერ მოისმენს ბევრჯერ რავი მოტყუდება. კი ბატონო, ახალი პარტიების თუ ძველის რესურსის გამოყენებით სწორად სად უფრო ხედავთ თქვენ ცვლილებების პოტენციალს? ყველაფერი ხო ბუნებრივი არის. მაგალითად მიშას ამორჩეველი ხო არ უნდა გაიფლანგოს. მიშას ამორჩეველი. არაფერი ცუდი არის, რომ ის სრულფასოვანი იყოს პოლიტიკაში ჩართული და მისი ამორჩეველი მისი იყოს. რა თქმა უნდა. მე არ მესმის. ძირითადად მიშას ამორჩეველზე მიდის ოპოზიციურ ფლანგზე. და მე უბრალოდ არ მესმის მიშა რატომ მithmens რომ ყველა მის ამორჩეველზე პარაზიტირებს ლამის. მაგრამ ეს მიშას პრობლემებია ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ეს მიშას ამორჩეველი იყოს, ის რომ ორგანიზებული იყოს და აი გვარავიამ რაც უქნა, ისე არ იფლანგებოდეს და ბოიკოტში არ გარბოდნენ და არ იკარგებოდეს, ეს ხო უკეთესი იქნება ზოგადად ყველასთვის. გვარავიამ რატომ უქნა, ყველამ უქნა თავის თავს. ყველამ უქნა, მაგრამ მისიას თქვა. ყველას ტვირთს ავკიდებთ, გვარავიამ უქნა თავის თავს და თავის გუნდს შეიძლება თავარი დარტყმა ამ შემთხვევაში ბოლო დროს ყველაზე დიდი დარტყმა ეხლა ნაცმოძრაობასთან მიშას გვარავიამ მიაყენა საბოლოო ჯამში, მაგრამ მინიმუმ ეს ხო კარგი იქნებოდა. ჩვენ მაგალითად აი უბრალოდ ამდენი წელი დავხარჯეთ იმისთვის რომ რაღაც სპეციფიკური ადგილი დავიკავებინო პოლიტიკაში რომ არც კოცები ვართ, არც ნაცები ვართ, შეგვიძლია თან კოცებთან და ნაცებთანაც ვითანამშრომლოთ. ანუ ზოგადად სხვა ხალხზე მუშაობთ, სხვანაირ ამორჩეულს. ჩვენ რომ ნაცებთან ან კოცებთან გავერთიეთ და დავკარგოთ ყველაფერს. ხო? ანუ ჩვენ ცალკე როლი გვაქვს. იქ კიდევ ვიღაც პარტია შეიძლება სხვანაირად დააწყოს თავისი პოლიტიკური სივრცე, მაგრამ მე რო გვაჩვენებს ამას, ანუ უბრალოდ თავიდან უკვე არ თქვა რომ მოდი არ გვინდა ნაცებს არ გავეკაროთ არასდროს ან რა ვიცი პირიქით ყველა ერთად გავერთიანდეთ, მოდი დავიწყოთ პროცესი. მოდი პროცესი დავიწყოთ და გამოჩნდება. კი ბატონო. აი ამ არჩევნებით კვალდაკვალ შეიძლება თუ არა რაიმე შეიცვალოს ქვეყნის შიგნით, ანუ იმ ტიპის ლობისტები, მეგობრები აღარ ყავს ოცნებას. იაგოს თქვენი ლიდერს ქონდა ასეთი პროგნოზი, რომ არჩევნებს ხედავს, რომ ყველაფერი ახლა რაც ხდება, მას რომ არჩევნები სადღაც ახლოს არის, ამის შთაბეჭდილებას უტოვებს, თქვენ არ ფიქრობდით ასე. შეიცვალა თუ არა მოცემულობა, ხედავთ თუ არა ვადამდელ არჩევნებს. ზოგადად ჩემთვის არჩევნები კარგი სცენარია და ამიტომ კარგი სცენარს მე არ ვიმზადები ხოლმე. ზოგადად მე ვიმზადები ცუდი სცენარისთვის. ამიტომ მე მაინც ვიმზადები სიტუაციისთვის, როცა არჩევნები არ იქნება თუ რეალურად. ღმერთმა ქნას და იყოს ჩემზე მეტად არავის არ ასწავს ახალი არჩევნები. მაგრამ უნგრეთის ახლა სიტუაცია ბუნებრივად გავლენას იქონიებს ბოლოს და ბოლოს ერთი მაშველი რგოლი იყო ქართული ოცნების ევროპაში. იქ ფიცო და სერბეთია არ ითვლება სინამდვილეში ბევრად ნაკლები გავლენა ჰქონდათ ვიდრე უნგრეთს. და ამიტომ ისიც გაურკვეველია თვითონ როგორ მოიქცევიან ახლა უნგრეთში რომ ეს ხალხი დამარცხდა, ხო და ამიტომ ბუნებრივად კოცებზე სულ დაისახება ჩანს კიდეც განწყობები სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. კი ცდილობენ რაღაც ვითომ აი ნახეთ ესეც ჩვენიანი გახდება. ესეც კაი ჯიგარი ბიჭი ყოფილი. ხო, მაგრამ ეს რაღაც ისეთი უხერხულიც არის მათი ხადამჭერების ემოციაზეც კი იტყობა რომ დამარცხდნენ რაღაც გაგებით, მაგრამ ეს გამოიწვევს თუ არა რაიმე ტიპის სულებას მე ამის იმედად არ ვიქნებოდი. აი ხვდებით, ანუ გასაგებია რომ ცუდი რაღაცა, რაც უფრო ისეაც მეგობრები არ ყავდათ, ერთი რაღაც ნახევად მეგობარი ყავდა, ისიც დაკარგეს, მაგრამ
აი ამაზე არ დგას ქართული ოცნება, ხვდებით? ანუ უნგრეთზე და ევროკავშირის ლოიალურობაზე არ იდგა ქართული ოცნება. იდგა იმაზე, რომ უამრავი ადამიანი ჩვენ ქვეყანაში ფინანსურად დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე, დაშინებულია თქვათ რუსეთის რაღაც ქმედებებზე, ალტერნატივას ვერ ხედავს, მიშას ვერ იტანს, ანუ უამრავი ახსნა აქვს ამას. ესენი ხო არსად არ გაქრა. შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ზოგადად აი მაგალითად სანქციები შეიძლება დაუწესონ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ უნგრეთი არ დაბლოკავს. მაგრამ მე მგონი ვინც ელოდება სანქციებს, ზოგადად სანქციების იმედი აქვს, რომ ქართულ ოცნებას დაამარცხოს, ცდება უბრალოდ. ირანის მაგალითად, რუსეთის მაგალითად, როდის სადმე სანქციები რომ იმუშავა. ასე მაგალითი არ არსებობს. პირიქით, კონსოლიდაცია ხდება ხელისუფლების. კი ბატონო, სადღაც გეთანხმებით, უბრალოდ მე რას გულისხმობ, იცი, შეიძლება თავად ოცნებას არ უნდოდეს, რომ რაღაც დამატებითი სანქციის ქვეშ იყოს და რაღაცნაირად ჩათვალოს, რომ ეხლა ნაკლებად დაზიანდება, მაგრამ იქნება. გულწრფელად ვილაპარაკოთ, აი წამოიგინეთ ევროკომისიის ვიღაც ადამიანი ეუბნება ბიზნესს, რომ დანიშნე არჩევნები. პირობითად ვამბობ რა. მიზანი ხო ის კი არის, რომ მოდი ბიზნეს შენ არჩევნები მოიგე და უფრო მაგარი ლეგიტიმაციით გააგრძელე მართვაო. ანუ ჩვენ ხო გვესმის, რომ თუ ეს საუბარი მიდის, იმიტომ მიდის, რომ ბიზნესი დამარცხდეს. და თქვენი აზრით თუ ბიზნესი მარცხდება, არჩევნები დაინიშნება და თუ ბიზნესი იგებს არჩევნების დანიშნვას მოსთხოვენ? ეხლებით, ანუ გულწრფელად რო შევხედოთ, საუბარი ხო იმაზე, რომ ევროპელები ბოლოს და ბოლოს ბიზნესს მოგვაშორებენ. ანუ როცა ხალხი აი ამ რაღაც უნგრეთის მათ შორის ამბავს ყვებიან, რომ აი ეხა უნგრეთის ბლოკი აღარ იქნება და მოვა. არა, ივანიშვილი ჩემი აზრით არჩევნებს დანიშნავს იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობს, რომ ეხა საკმარისად დაასუსტა ოპონენტები და ეხლა რაღაც ლეგიტიმაციის რესტარტს გააკეთებს. ეს რა შეჭდება მაშინ ევროპელებს, თუ ევროპელების მიზანია ბიზნესს შეცვალა. ხვდებით? და ამიტომ გულწრფელები ვიყოთ, აი არ გვინდა ეს რაღაც ტყუილი, რომ ვითომ ეხლა რაღაც მართლა ევროპელებს არჩევნები აღელებს და ევრობიუროკრატია ზის და ამბობს, რომ ქართული ხალხის ნება იყო გამოხატული თუ თლად არ იყო და ღამე არ ძინავს. არავის არასდროს არ ახელობდა არასდროს არც ერთ ქვეყანაში. დემოკრატია რო რაღაც უბრალოდ ინსტრუმენტია, ხო? ანუ ჩვენთვისაც ინსტრუმენტია, ხო? რაღაც გაწყვეტის მიღება. აბა რა აღელვებთ ოცნებასთან? ნუ ბოლოს და ბოლოს არის რაღაც მოკავშირეობა, არის მოკავშირეობა, ჩემიანი ხარ, სხვისიანი ხარ, გებრძვი, არ გებრძვი. რაღაც ასეთი საკითხებია, ხო? და რა ვიცი, ამ მომენტში მეგონი ივანიშვილს არავინ არ განეკილავს გერმანიის მოკავშირედ. ხო და რა მოლოდინი გვაქვს, რომ ეხა ბიზნესმა მოტყუდება იმით, რომ იცით რა, ეხა მე ამ ხალხს მართლა დემოკრატია აღელვებსო?